რობოტი მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის პერსონაჟი იყო. დღეს კი ის უკვე ყველგან ჩვენს გვერდითაა. სახლში, სამსახურში და ახლა უკვე საოპერაციოშიც. ქირურგიაში რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა 2000 წელს Da Vinci Surgical System გახდა პირველი სისტემა, რომელმაც შეერთებულ შტატებში FDA-ის ნებართვა მიიღო ფართო ქირურგიული გამოყენებისთვის. სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა მსოფლიო ქირურგიის განვითარება და დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქირურგიული ჩარევების 5% სწორედად რობოტული მეთოდით ტარდება. ნამდვილად ასეა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე სწრაფად ის დომინანტურ მეთოდად იქცა უროლოგიურ ონკოლოგიაში. ბევრ ქვეყანაში ამ სფეროში რობოტული ქირურგია უფრო სტანდარტად არის აღიარებული და სასიხარულოა, რომ 2 წელია მსოფლიო ტენდენციას საქართველოც უერთდება. და 20 ივლისს ონკოუროლოგიური ოპერაციები რობოტული ქირურგიის გამოყენებით უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა. შეგახსენებთ, რომ 1959 წელს დაარსებული მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი არის ამ მიმართულებით პირველი სამეცნიერო განმანათლებლური და კლინიკური დაწესებულება, რომელიც განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. 20 ივლისს ამ მეთოდით 2 ოპერაცია გაკეთდა. თირკმლის რეზექცია პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ და ამბროსი პერტიამ შეასრულეს. დღეს ისინი ჩვენი სტუმრები არიან, მოგესალმებით. სანამ საუბარს დავიწყებთ, კი ჩვენ წარკითხეთ ჩვენს სიუჟეტს და უფრო მეტი დეტალი იხილეთ სიუჟეტში. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დილიდან განსაკუთრებულად ემზადებიან. ემისმინე შემატეკმე. ბიპოლარი პრინციპი შეამოწმე რა გააქტიურებული არის, ისე გავაქტიურებ. პრაქტიკულად ძირითადი ეტაპი ოპერაციის დამთავრებულია, ჰემოსტაზი შემოწმებულია და ეხლა მოვიღებთ ეს თქვა ამ რეზეცირებულ თირკმელს. პირველი შეფასება და პირველი აპლოდისმენტებით საოპერაციოში ესმის. როდესაც ურთულესი ეტაპი წარმატებით სრულდება, ამას ყველაზე ადრე ქირურგები გრძნობენ. ამ დღეს კი წარმატებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. 20 ივლისს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში არჩილ ჩხოტუამ და ამბროსი პერტიამ რობოტული ქირურგიის გამოყენებით პირველი ონკოუროლოგიური ოპერაციები შეასრულეს. დიაგნოზი ჰქონდა ამ პაციენტს, სიმსივნე ჰქონდა თითქმის, მაინც გამოვიდა შედარებით ხანმოკლე საათნახევარში მოგონი ყველაფერი მოჩნდა, რა თქმა უნდა. ხურაფჭილობას რამოდენიმე კოსმეტიკური ნაკერი დაედება. პაციენტს ისე რომ საბოლოოდ, როცა ეს ყველაფერი შეხორცდება, ექნება ძალიან ისეთი ნაზი, ნაწიბური, რომელიც დიდად შესამჩნევიც არ იქნება. ამ წუთებს წინ უძღოდა ხანგრძლივი მომზადების პერიოდი. რობოტის კონსოლთან გატარებული უამრავი საათი, სწავლა, ვარჯიში და თითოეული მოძრაობის დეტალური გაანალიზება. ექიმები სწავლობდნენ რობოტული სისტემის შესაძლებლობებს, მექანიკური ხელების მოძრაობის სიზუსტეს, რეაქციას და იმ განსაკუთრებულ კონტროლს, რომელსაც ეს ტექნოლოგია ქირურგს აძლევს. არაერთი უძილო ღამის შემდეგ უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ახალ ინოვაციურ მეთოდს დაეუფლნენ. რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად რთული იყო პირველი ოპერაცია? მადლობა. პირველი ყოველთვის ყველაფერი რთულია, ვიცით, ხო? და მხოლოდ შემდეგ, როდესაც უკვე რაც მეც აკეთებ, გამოცდილება გროვდება, მე დროშიც უფრო სწრაფია და უფრო მარტივდება. საოპერაციოში იგრძნობა, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიზარდა. ყველა მოძრაობა ზუსტი და გააზრებულია, რადგან რობოტულ ქირურგიაში ყველაზე მცირე დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგებება სიმსივნის მოცილება, თირკმლის შენარჩუნებით, რაც ახალგაზრდა პაციენტთან ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქამდე ამ ოპერაციებს ჩვენ აკეთებდით ღია წესით, ვაკეთებდით ლაპარასკოპიული მეთოდით, რობოტ ასისტირებადი ლაპარასკოპიის მეთოდით. შეამცირებს პოსტოპერაციული გართულებების სიხშირეს, გაამარტივებს ავადმყოფების რეაბილიტაციის პერიოდს და რაც თავარია თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა იქნება უფრო კარგი და უფრო სწრაფად მოხდება მისი რეაბილიტაცია. ოპერაციას მსოფლიოში აღიარებული უროლოგი დავით კაკიაშვილი ხელმძღვანელობს. ექიმი, რომელსაც მხოლოდ ისრაელში 1500-ზე მეტი რობოტ ასისტირებული ოპერაცია აქვს ჩატარებული და რომელსაც ურთულესი უროლოგიური ჩარევების შესასრულებლად რეგულარულად იწვევენ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეიდან ის საქართველოში დააკვირდება რობოტული ქირურგიის განვითარებას. Stop. ეხლა წინ წამოდი. ეს ანიშნავია. Scalpele. Okay. Yeah. Robot მოგიტანე. რასპერი მინდა რა. Fixირებულია? ცოტა ხანში დავაფიქსირებ.
მისი შეფასება ამ გუნდისთვის მხოლოდ კომპლიმენტი არ არის. მისგან პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი შრომის აღიარება განსაკუთრებით ღირებულია. ოპერაციებმა ჩაიარა შესანიშნავად, წარმატებულად და ვთვლი, რომ ადგილობრივი გუნდი იმ ვარჯიშის და იმ მომზადების შემდეგ, რაც გაიარეს, მზად არის ასეთი დონის ოპერაციების ჩატარებისთვის. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ ერთი ოპერაციის ისტორია არ არის. მომავალში რობოტული მეთოდი უროონკოლოგიის კიდევ უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, რადგან ქირურგებმა დიდი ხნის წინ დაასრულეს კამათი, რომელი მეთოდის ჯობს. დღესდღეობით არავინ არ ადარებს სიტყვაზე რომ ვთქვათ, რითი ჯობია მოძრაობა ცხენი თუ მანქანით, ან როგორც იძახიან ამერიკით, პარაშუტით გადმოხტომა თუ უპარაშუტოდ. ეს დებატი უკვე დამთავრებულია. თუმცა ტექნოლოგიის განვითარებას მხოლოდ ექიმების მზადყოფნა არ განსაზღვრავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა, რათა ეს მკურნალობა მეტი პაციენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას, იმიტომ რომ პროფესიონალებმა შეიძლება მოემზადონ სათანადოდ ამ ოპერაციების ჩასატარებად, მაგრამ თუ არ ექნებათ დაფინანსება რეალური, რაც არის ამ ოპერაციების თვითღირებულება, მაშინ არ ექნება ამ პროცესს გაგრძელება და არის გამოკვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ცენტრი არ აკეთებს რაღაც რაოდენობას ოპერაციების წლის მანძილზე, შედეგები და ეფექტურობა უფრო ნაკლებია. 20 ივლისს დაგეგმილი ოპერაციები დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი გზა, რომელსაც უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 21 საუკუნის ქირურგიისკენ მიჰყავს. როგორ არიან პაციენტები, როგორ გრძნობენ თავს ამ ყველაფრის შემდეგ? ორივემ დატოვა უკვე კლინიკა, მინიმალური ტკივილით, მინიმალური გართულებით და მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პირველი გამოცდილება უკვე მიიღეთ. საინტერესოა პრაქტიკაში რას ნიშნავს რობოტული ქირურგია და რამდენად სტრესულია თავად ეს პროცესი. გადაწყვეტილებას უშუალოდ და მთლიანად ეს პროცესი ექიმზეა დამოკიდებული თუ თვითონ რობოტზე, ეს დეტალიც რომ განვიმარტოთ. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მსმენელებს, მადლობთ მოწვევისთვის. ეს არის ძალიან პოპულარული, საინტერესო და აი ესეთი არაერთ აზროვანი კითხვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობაში ამაზე სწორი გაგება აღქმა იმისა, რას ნიშნავს რობოტი და რობოტული ქირურგია, ყოველთვის არ არის. ანუ პირველ რიგში რა უნდა იცოდეს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა, რომ რობოტი დამოუკიდებლად არანაირ არათუ ოპერაციას, არანაირ მოძრაობას არ ატარებს. ყველაზე მარტივ მოძრაობასაც კი. რობოტი ყველაფერს ამას განაგებს, აკეთებს და მუშაობს ქირურგი, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც მართავს ამ რობოტს. ანუ ფაქტიურად რობოტი არის კარგი ინსტრუმენტი, დახვეწილი, თანამედროვე, ძალიან ესეთი ნატიფი და ფაქიზი მოძრაობების მქონე ინსტრუმენტი, ოღონდ ქირურგის ხელში. რობოტი მთლიანად იმართება ქირურგის მიერ, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ქირურგი, უფრო მეტიც, აი მცირე მოძრაობაც კი, მაგალითად, ქირურგმა თავი რომ მოაცილოს რობოტს ეკრანის კონსოლს, შეშტება რობოტი და ავტომატურად ჩერდება. ანუ დამოუკიდებლად იგი არანაირ манипуляციას არ ატარებს. ანუ მათი ჯანმრთელობა ისევ ადამიანის ხელში. ისინი მათი ჯანმრთელობა არის ადამიანის ხელში, ეს ადამიანი არის ქირურგი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგის კიდევ ერთხელ ამას ხაზს გავსვამ, ცოდნას, კვალიფიკაციას და კომპეტენციას და გამოცდილებას. მაგრამ ამასთან ერთად დგება მე ალბათ შეკითხვა, რომ მაშინ რა უპირატესობა აქვს რობოტს და რატომ არის ეს რითი არის ეს თანამედროვე და განსხვავებული სხვა თქვათ ქირურგიული ტექნიკებისაგან, როგორც იყო და არის დღემდე ლაპარასკოპია, ან თუნდაც ძველი ესე თქვათ ღია ქირურგიული მიდგომა და აქ უკვე მივდივართ იმ უპირატესობებთან, რასაც რობოტი აძლევს თანამედროვე ქირურგიას და მედიცინას, თქვათ სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით. რაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ლაპარასკოპიული ქირურგიისგან რითი განსხვავდება? რა არის ის გამორჩეული ნიშნულები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის? ლაპარასკოპიის დროს, კონვენციონალური ლაპარასკოპიის დროს ინსტრუმენტები უკავია ქირურგს. თვითონ ქირურგი თავის ხელით, რაც შეეხება რობოტ ასისტირებადი ლაპარასკოპიის დროს, ამ რობოტულ ხელებს უკავია 4 ინსტრუმენტი და ქირურგი ჯოისტიკის მეშვეობით ამოძრავებს. უპირატესობა არის ის, რომ რობოტ ასისტირებადი ლაპარასკოპიის დროს
თვითონ მოძრაობები არის უფრო პრეციზიული, უფრო ნაზი, რაც იძლევა მეტი დელიკატურობის საშუალებას და გარდა ამისა, გარკვეულწილად ის ადამიანია, რომელსაც პასაფხელის კანკალის ალბათობა ხო? ქირურგი გინდა ღიაზე, გინდა რობოტიზოს, რობოტი გარკვეულწილად აი ამ ხელის კანკალის ფილტრაციასაც ახდენს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივი ლაპარასკოპიის დროს ეს ინსტრუმენტები არის სწორი. რომელიც მანდაბაც არ მოძრაობს, არ იხრება და რობოტული ინსტრუმენტები მოძრაობს როგორც არის ჩვენი მტევანი. ანუ ინგლისურად 7 degree of freedom, ანუ თავისი მოძრაობას შესაძლებლობა ყველა მიმართულებით მოძრაობს, როგორც ცოცხალი ქირურგის მტევანი, ანუ შენ გაქვს გაცილებით უფრო პრეციზიული გამოსახულება და შეგიძლია ამოძრაო ინსტრუმენტები ლაპარასკოპიის განსხვავებით, როგორც საკუთარი ხელი. აი ეს ყოველივე როგორ ამცირებს გართულებების და თუნდაც სისხლის დანაკარგის რისკებს. კარგით, ქირურგი სარგებლობს იმით, რომ უკეთესად ხედავს და უფრო კარგად ამოძრავებს ინსტრუმენტებს, მაგრამ მე რა ვთქვათ, პაციენტის შეკითხვა ეს, პაციენტის უპირატესობა ამ შემთხვევაში რაში გამოიხატება? აი სწორედ აქ არის ძირითადი ის, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კეთდება არა ქირურგის კომფორტისთვის, არამედ პაციენტის უკეთესი შედეგებისთვის, პაციენტისთვის და ნაკლები გართულებებისთვის. ისეთ სტრუქტურებთან მუშაობისას მაგალითად როგორც არის სიზარღვები, როგორც არის ნერვები, განსაკუთრებით წრვილი ყალიბის, რომელიც ჩვეულებული თუნდაც მაგნიფიკაციით კარგად არ ჩანს, აქ გაქვს იდეალური ხედვა ქირურგს, სამ განზომილებიან და შეგიძლია ძალიან ფაქიზი, ნელი მოძრაობებით მოახდინო ქირურგიული ჩარევები ამ ანატომიურ სტრუქტურებზე, სიზარღვებზე, ნერვებზე, წყალსიზარღვებზე და ასე შემდეგ. ქსოვილებისა და ორგანოების ტრავმა მცირდება მნიშვნელოვნად. ანუ პაციენტის ჩარევის დროს პაციენტის ქსოვილებზე ნაკლები ტრავმული დაზიანება ხდება, ნაკლები მექანიკური დაზიანება ხდება, ნაკლები თერმული დაზიანება ხდება. აქედან გამომდინარე, სისკარგვის ინტენსივობა უფრო ნაკლებია. დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით, რომ მთელი რიგი რობოტული ოპერაციების დროს სისხლი ნაკლებად იკარგება, ვიდრე თუნდაც ლაპარასკოპიული, ან მით უმეტეს ღია ქირურგიული ჩარევის დროს. გართულებები, ირგვლივ მდებარე ორგანოების დაზიანება, სისხლდენა, სხვადასხვა სტრუქტურების ანატომიური დაზიანება უფრო იშვიათია რობოტული ქირურგიული ჩარევის დროს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ როგორც უკვე ითქვა, მხედველობა ბევრად უკეთესია და მოძრაობის სიფაქიზე და სინატიფე ბევრად უფრო უკეთესია. ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი, რომელიც ძალიან ხშირად პაციენტს ძალიან აწუხებს ხოლმე, ბევრად იშვიათია რობოტული ქირურგიული ჩარევების შემდეგ და ეს გამოიხატება კონკრეტულად ამასთან ერთად იმაში, რომ პოსტოპერაციული ანალგეტიკების გამოყენება, მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება პაციენტებში ოპერაციის შემდეგ ბევრად ნაკლებია. ფუნქციური შედეგები ქირურგიული ჩარევებისა უკეთესია რობოტული ქირურგიის შემდეგ. მაგალითად, ჩვენ თუ უროლოგიურ ოპერაციებზე ვლაპარაკობთ, იციან ჩვენ მასმენელებმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა, რომ ზოგიერთი უროლოგიური ჩარევის მერე მთელი რიგი სერიოზული გართულებები შეიძლება იყოს, როგორც არის შარდის შეკავება, როგორც არის შეუკავებლობა ბოდიში, როგორც არის პოტენციის დარღვევები და ასე შემდეგ. რაც ძალიან აწუხებთ მამაკაცებს და მათი ცხოვრების ხარისხს აუარესებს. აი ამათი სიხშირე მცირდება, ანუ ცხოვრების ხარისხი ამ პაციენტებისა ოპერაციის მერე უმჯობესდება. და ბოლოს რაც თავარია, სწრაფი რეაბილიტაცია, უფრო სწრაფად გებიან ეს პაციენტები ფეხზე, სწრაფად ხდებიან ფიზიკურად აქტიურები და უფრო მალე ეწერებიან კლინიკიდან. უფრო ხანმოკლე საწოლდღრების რაოდენობა კლინიკაში ყოფნა და სწრაფი რეაბილიტაცია ასევე არის უპირატესობა რობოტული ქირურგის. რა გზა გაიარა უროლოგიის ცენტრმა, რომ აქამდე მოსულიყო და ეს ყველაფერი დღეს ყოფილიყო? სარიელ ადგილზე ეს არ ჩდება, ჩვენ ასე ვთქვათ, ზურგს გვიმაგრებს საკმაოდ დიდი წარსული. კერძოდ ბატონი ლაურ ბანაკაძე, ვინც იყო უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი წლების განმავლობაში, ის იყო მე მგონი ერთ-ერთი პირველი ქირურგი, რომელმაც უროლოგიის საყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩაატარა ტრანსურეთრული ქირურგია პროსტატაზე, ჩვენთან პერკუტანული ქირურგია დაინერგა. მათ შორის კონვენციური ლაპარასკოპიული ქირურგია და დაინერგა ჩვენს დაწესებულებაში დაახლოებით 20 წლის წინ და მაგალითად 2010 წელს შესრულდა პირველი ლაპარასკოპიული პროსტატექტომია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. უშუალოდ რობოტულ ასისტირებად ლაპარასკოპიასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ეს 15-16 წლის გამოცდილება ლაპარასკოპიული ქირურგიის ჩვენ ასე ვთქვათ, ზურგს გვიმაგრებს, რაც იმედს გვაძლევს, რომ აი ამ ახალ ტექნიკასთან შეგუება იქნება სწრაფი და უფრო ეფექტური. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სარგებლოს იღებენ პაციენტები ამ. ექიმებისთვის რამდენად მარტივია ამ სისტემის ათვისება ბატონო არჩილ?
დაწესებულებაში რობოტის დადგმა და აპარატის შეძენა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოიტანს ცოდნას, განათლებას და გამოცდილებას, არამედ პირიქით არის ეს ყველაფერი. რობოტის დადგმა და რომ ამ თანამედროვე ყველაფერში ესეა საერთოდ და განსაკუთრებით მედიცინაში და ქირურგიაში დადგმა უნდა იყოს დაგვირგვინება რაღაც გზისა და მომზადებისა პერსონალის იმისთვის, რომ აი ეს მაღალი დონის მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა წარმატებით იქნას დაწყებული და გაგრძელებული. ჩვენი დაწესებულება სწორედ აი ამ ფილოსოფიას ესე ვთქვათ ეყრდნობა, რომ ყველა ესეთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და პროგრესი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული. და ეს მომზადება გულისხმობს მრავალმხრივ მომზადებას. ეს მომზადება გულისხმობს როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ყველა სერვისის და მიმართულებით იმ სპეციალობაში, მაგალითად თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უროლოგიაში, დაწესებულება და მისი პერსონალი უნდა იყოს ადეკვატურად და დატრენინგებული და ადეკვატური გამოცდილების მქონე ყველა სამედიცინო სერვისის წარმოებაში. ჩვენ ამ გზაზე მივიდიოდით დიდხანს, მინდა გითხრათ და ვიმზადებოდით ამისთვის როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად, სამეცნიერო თვალსაზრისით და მორალურად და როცა უკვე ჩავთვალეთ, რომ გუნდი იყო ამისთვის მზად, რომ ჩვენი დაწესებულების რომ დაეწყო ეს სერვისი, მაშინ შევიძინეთ და დავდგით ეს რობოტი. ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, ან თქვათ, რომელ ონკოუროლოგიურ დაავადებებისთვის იქნება რობოტული ქირურგია უფრო მიმართული? პრაქტიკულად ყველა ონკოლოგიური პათოლოგიის რადიკალური პროსტატექტომია, პროსტატის კიბოს დროს თირკმლის კიბოები, როგორც რადიკალური ამოკვეთათელი თირკმლის, ასევე მისი ნაწილობრივი მოცილება შედარებით დაბალი სტადიების დროს, აგრეთვე რადიკალური ცისტექტომია შარდის ბუშტის დაზიანების დროს, როდესაც ბუშტი იწირება და ბუშტი არის ამოკვეთა, ესეც და მისი შარდის გადაყვანა, ასე ვთქვათ, ნაწლავის პლასტიკა, ასევე ამ რობოტულმა ქირურგიამ მთლიანად უნდა გადაფაროს. რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდანაც, თუნდაც კერძო სადაზღვევების მხრიდანაც იმისთვის, რომ ამ სფერომ უფრო მეტი განვითარება იპოვოს და უფრო მეტად იყოს თუნდაც ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? მივადექით ალბათ ყველაზე მკვნეულ საკითხს და თავისთავად ცხადია და იც მოსახლეობა, რომ ეს ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდია თავისთავად, რაც ამ ძვირადღირებულ ფაზს განსაზღვრავს რამოდენიმე კომპონენტი, ეს არის თავად ამ აპარატის ღირებულება, რომელიც ძვირია, სახარჯი მასალის ღირებულება, რომელიც ძვირია, ასევე იქ მთელი რიგი ერთჯერადი მასალები გამოიყენება და ინსტრუმენტები, სერვისი და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში რობოტული ქირურგია უფრო, რა თქმა უნდა, რამოდენიმეჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ვთქვათ ლაპარასკოპიული ქირურგია, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ამასთან ერთად მას სერიოზული უპირატესობებიც ახასიათებს. შემიძლია თამლა თქვა, რომ არც ერთ ქვეყანაში პრაქტიკულად ეს ყველაზე ჩვენზე ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, ფინანსურად კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში ეს მთლიანად პაციენტების კისერზე, ესე იგი არ არის, რა თქმა უნდა და ამაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს ყოველ შემთხვევაში თავიდან აუცილებლად სახელმწიფო, ხოლო შემდეგ თან როცა სისტემა ჩამოყალიბდება და როცა ეს უკვე ამუშავდება, მერე კერძო სადაზღვევო სექტორიც, სახელმწიფოც და პაციენტიც გარკვეულწილად გაზიარებული ფინანსური პასუხისგებლობით. სამწუხაროდ დღეისათვის ჯერჯერობით ერთი გამონაკლისის გარდა სახელმწიფო ამ ქირურგიული სერვისის უზრუნველყოფაში ფინანსურად არ მონაწილეობს. ეს ერთი გამონაკლისი გახლავთ აჭარის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ფარავს ონკოლოგიური დაავადებების სერვისს და მინდა მადლობა უთხრა აქედან ჩემი და ჩვენი გუნდის სახელით აჭარის სამინისტროს და მათ მთავრობას სწორედ ამ მათი ძალიან პროგრესული მონაწილეობისთვის. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ ეს არის ელიტარული ქირურგია, რომ ეს არის მხოლოდ გამორჩეული მცირე ჯგუფის მოსახლეობის მცირე ჯგუფისთვის განკუთვნილი ქირურგია, იმათთვის, ვისაც ფინანსური შესაძლებლობები აქვს უფრო უკეთესი ვიდრე მასას, არა. ეს არც ერთ ქვეყანაში ესე არ არის, არც ერთ კიდევ ერთხელ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არსად რობოტული ქირურგია არ არის ელიტარული ხალხის და ფენის ქირურგია, პირიქით ეს არის მასიურად ხალხის, ესე ვთქვათ, სერვისისთვის და მათი კეთილდღეობისთვის შექმნილი მკურნალობის მეთოდი და აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მისი ფინანსური თუ სხვა, ესე ვთქვათ, შესაძლებლობებისა, კეთილდღეობისა, ხოლო ამის მიღწევა შეუძლებელია სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე. ჩვენს ბიუჯეტში ეგრეთ წოდებულ
DRG სისტემაში ჯერჯერობით რობოტული მომსახურება გათვალისწინებული არ არის. და აუცილებელია უახლოეს მომავალში შეიცვალოს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს. მე მაგალითისთვის ვიტყვი, ახლა იმისთვის რომ შორს არ წავიდეთ, ერევანში ვიყავი კვირას ჩამოფრინდი სწორედ სამეცნიერო, დიდ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციაზე და იქ ქონდა საუბარი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და თვითონ სასომხეთში ძალიან ინტენსიურად და აქტიურად პროგრესირებს, მინდა გითხრათ ეს მკურნალობის მეთოდი და სომხებმა გამონახეს ესეთი მოდელი, რომ ხდება 50%-იანი თანამონაწილეობა როგორც სახელმწიფოსი, ისე პაციენტის. ანუ 50% ნახევართან ხას უფარავს სახელმწიფო, ნახევარი არის პაციენტის, ესე ვთქვათ, თანაგადახდით და ამ გზით მათ მოახერხეს გარკვეული აქტივობის, ესე ვთქვათ, აკრეფვა ამ რობოტული ქირურგიის წარმოებაში. არის სხვა ვარიანტებიც, ანუ არის რამოდენიმე სხვა ვარიანტი, რომელიც შეიძლება რომ გადაიხედოს და ვთქვათ, სახელმწიფოსთან უნდა ვიმუშაოთ ჩვენც, დარგობრივმა ასოციაციებმაც, კლინიკებმაც, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არც ერთი ეს აპარატი რა დღეს საქართველოში დგას სახელმწიფოს არ შეუძენია. ანუ ეს არის ყველა კერძო სტრუქტურების მიერ შეძენილი, კლინიკების მიერ შეძენილი აპარატი და გათვალისწინებით იმისა, რომ ისინი ძალიან ძვირია, შესაბამისად ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია ეს კლინიკებზე. ამიტომ ძალიან კარგი იქნება და სწორი იქნება და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს მიღწეული იქნება, როდესაც რომ სახელმწიფომ აიღოს გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობა ამ სერვისზე. რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში? საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში ის მნიშვნელობა აქვს, როდესაც ადამიანი გამოდის და პრეზენტაციას აკეთებს, რომ რომელი ჯობია, თქვათ, მრავალპორტული თუ ერთპორტული რობოტი და ამ ნიუანსებზე უსვამს ხაზს და შელაპარაკობ ან ღია ქირურგიაზე კიდევ არის ან ლაპარაკობ ასე ვთქვათ, ლაპარასკოპითაც ვცდილობ მე დაახლოებით ესეთი გავაკეთო, შეიძლება რაღაც პერიოდამდე კიდევ დააინტერესოთ რაღაცა, როგორც რაღაც განსაკუთრებული უცნაური წინასამყარო და გადმოვარდნილი რაღაცა, მაგრამ არ იქნება პუბლიცირებადი, არ იქნება პრეზენტაბელური ქირურგიაში თუ არ გექნება ეს რობოტული ქირურგია და უბრალოდ მარტივად უნდა ვიყვანოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ეს თუ არ იქნება ეს მიწვდომადი, ისინი დარჩებიან, გუშინწინდელი სერვისების ამარად. საქართველოს ყოველთვის იყო და მეთანხმება ჩვენ სამეცნიერო ორგანიზაციებზე ამას ხედავდით, რომ ყოველთვის იყო ლიდერი სამეცნიერო მიმართულებით, არა მარტო ჩვენ სპეციალობაში, სხვა სპეციალობებშიც ლიდერი რეგიონში, ამ რეგიონში გულისხმობ კავკასიის რეგიონს და გულისხმობ ცენტრალური აზიის რეგიონს, ყოფილი საბჭოთა, ჩვენი რეგიონის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში იყო პერიოდი, როცა თურქეთზე წინაც ვიყავით ჩვენ სამეცნიერო სერვისით და მომსახურებით. გულის დაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივას ჩვენ თანდათან ვკარგავთ ეხლა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად პროგრესირებს მედიცინა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ ჩვენზე მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, მაგრამ ამას სწორად იყენებენ ამ ფინანსურ რესურსებს და ესე ვთქვათ, უფრო ჭკუით იყენებენ და ამიტომ პროგრესი სამედიცინო ეგრევე უფრო სწრაფად მიდის. აი ის უპირატესობა, ის ინიციატივა, რაც ჩვენ გქონდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ ეს გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ჩვენ, ვთქვათ, ჩვენი რეგიონიდან სხვა ქვეყნების პაციენტები, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმ გზით, რომ აქ ვაჩვენოთ, რომ უკეთეს სამედიცინო სერვისი გვაქვს, უფრო პროგრესული სამედიცინო, უფრო თანამედროვე სამედიცინო სერვისია ვიდრე სხვა ქვეყნებში. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პაციენტების რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად საბოლოო ჯამში ბიუჯეტმა ნახოს, ქვეყანამდე ბიუჯეტმა ნახოს ფინანსური შეჯამებისთვის ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის უროლოგიის ეროვნული ცენტრის მიზნები და გეგმები, რომელსაც ესწრაფვით სამომავლოდ? ჩვენ სპეციალობაში ეს დაწესებულება რეალურად იყო პირველი უროლოგიური კლინიკა, რომელიც ისტორიულად საქართველოში გაიხსნა და წლების განმავლობაში იყო და მე ვფიქრობ დღესაც რჩება მთელ რიგი მიმართულებით ფლაგმანად უროლოგიური სერვისისა. ვინაიდან ჩვენ ვართ უროლოგიური კლინიკა და მონოპროფილური. ამიტომ მიზანი არის რომ შევინარჩუნოთ ეს ლიდერობა, ეს ფლაგმანობა, გავაუმჯობესოთ იგი, აუყვეთ პროგრესს, ანუ მუდმივი განვითარება არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ ეს მუდმივი განვითარება უნდა მოხდეს ახალი ტექნიკების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, თეორიული ცოდნის გაუმჯობესებით, პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესებით და საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე. უკეთესი სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის. ხელმისაწვდომა ყველა პაციენტისთვის თანამედროვე სამედიცინო სერვისებში. ძალიან დიდი მადლობა. მოგმეს მეტყობა იყავით ჩვენი სტუმრები, წარმატებებს გისურვებთ სამომავლო გეგმებში და იმედი მაქვს, რომ თქვენი ეს მიზნები ნამდვილად განხორციელდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა და მადლობა.